ეს არის ვისკის მოყვარულთა კლუბის ბარი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. ბოლოში შეანელა. და სამი წერტილი. ხო, სამი წერტილი. თავშიც და ბოლოშიც. ხო. გამარჯობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვისკი უნდა გავსინჯოთ და მოგიყვეთ. ხო და გეცოდინებათ მოკლედ რა. იმიტომ რომ საჭიროა რომ იცოდეთ ეს ვისკი ხელმისაწვდომია აქაც და whisky and more მოგეხსენებათ ხა ვინც გიყურებთ მე მგონი ყველა მიცით ეს ადგილი ეს სივრცე whisky and more სახელწოდებით სადაც რა თქმა უნდა იქაც პაულობს ძალიან კარგი ვისკიებს და მათ შორის ამას და ეს არის signatory vintage დამოუკიდებელი ბოთლერის ერთ-ერთი საუკეთესო დამოუკიდებელი ბოთლერის ერთ-ერთი საუკეთესო ხაზი კასრის სიძლიერის. თუ საუკეთესო ხაზი. მე მგონი რომ საუკეთესო ხაზი. ამაზე მაგალითს აქვთ რამე? ხო, მეორე ერთ-ერთი აღარ ნამეთქვა. ხო. ხო, ნახე მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო ბოთლერის ერთ-ერთი საუკეთესო ხაზი სხვა ხაზებს შორის ამ ბოთლერის კი არა სხვა ბოთლერის. ო, კარგად. რაღაცა გავაზოგადე. სახელი არის Cask Strength Collection, აი შავი რკინის ყუთში როდესაც ხოლმე. ყუთი არა, დაკარგა. ყუთი არ მაქვს. არ დავკარგე, სახში მაქვს. ხო და მოკლედ უშვებენ კასრის სიძლიერის ვისკის single casks, ამ შემთხვევაში გვაქვს Linkwood-ი 12 წლის დაძველებით 59.5 გრადუსი. First Fill Bourbon-ის კასრი 2012-2024 წლების. ანუ ყველა სიკეთი აქვს რაც ვისკის უნდა კონდეს, ხო? ანუ First Fill-ი, single cask-ი იქნება სწავლოთ, იმიტომ რომ რაოდენობაში არის. First Fill Bourbon ბარბარია. კიდე ერთი სიკეთე რომ სულ 219 ბოთლია და limited edition-ია და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია კასრის ნომერი. 306,309. ანუ ბევრი კასრი აქვს 300 კასრი. რამდენი კასრი აქვს მართლა? თუ ნეტა როგორ არის კასრების ამბავი? First Philips ითვლიან მარტო თუ მეორჯერ ჩაასხამენ, შემდეგ ნომერს აწერენ. ხო და არა მგონი, იმიტომ რომ ამდენი კასრი თუ ერთ ანახე, შენ ახლა თქვი რაღაცა 300 კასრზე მეტი, რომელიც დავიჯერო სულ ამ ხაზში წავიდა, გამორიცხული მაგდენი არა. არა, 300 ზოგი კასრი არ მიდის ამ იმაში. ზოგი კასრი შეიძლება მე second fill იყოს და ზოგმა საერთოდ ხო არ ივარგოს რა, ნუ და არ გაუშვა ამაში და გაუშვა, ან დააძველო, ან დააფინიშო, რაღაც ხნა არ ვიცი მე. ამ ხაზში არ გაუშვა კასრის სიძლიერის single cask-ების ამბავში რა. ხო, შემთხვევაში რამდენიმეს ნახავთ აქ ეხა ამის წლებს რო უყურებთ აქ რომელ წლებში არის ჩამოსხმული, ანუ 2012-2014, ხო? 24 ბოდიში 2012-2024 12 წლიანია. ზუსტად იგივეს იპოვით ინტერნეტში 2012-2024-ის 12 წლიანი Linkwood ამ ხაზისას ოღონდ უცბად დახედავთ გრადუსი არის არა 59 ნახევარი რომელიც ჩვენ გვისხია, არამედ 56 ნახევარი. ანუ სხვა კასრები და მე ნახავთ მიხდები ეს 219 კასრია. იმას აწერია 324 ბოთლი, ამას 219 ბოთლი, ანუ სხვა კასრია. თორე იგივე ხაზში ერთად ერთ პერიოდში ჩამოასხეს. რამდენიმე კასრი ქონდა და ჩამოასხეს რა. მე მაინც მინდა სანამ დავიწყებთ აი სიგნატორიზე თქვა 1-2 სიტყვა რა. იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თუ არა საყვარელი დამოუკიდებელი ბოთლერი არის და რატო ნახე ყველაზე მეტად ვენდობი ამ ბოთლერს რა იცი რატო ხო ბევრი დამოუკიდებელი ბოთლერი არსებობს და ბევრი დამოუკიდებელი ბოთლერის ბოთლები გამისინჯავს რაღაც ამ დამოუკიდებელი ბოთლერის შეიძლება 8 ბოთლი გამისინჯავს ამისი 9 ამისი 12 ამისი 6 ამისი რაღაცა აი ყველაზე მეტი კარგი პროცენტულად სიგნატორის და შემოხვედრია ამ ხაზშიც და ისეს ჩვეულებრივი სიგნატორებიც რაც ყველაზე მეტია რაოდენობაში კარგი ხო მწვანე ბოთლებსაც ხო აგერ გამარჯობა მეგობრებო. ბევრი კარგი ბოთლი აქვს, მაგრამ რაოდენობაში რო ავიღო მწვანე ბოთლების, აი თქვა თუ მწვანე ბოთლების ჯამში 20 ბოთლი გამისინჯავს, პროცენტულად ბევრად ნაკლები მომწონებია, ვიდრე ამისი რაც გამისინჯავს იმას, თითქმის ყველა მომწონებია. სინატორის თითქმის ყველაფერი კარგია. სინატორის ხაზი აქვს დაბალგრადუსიანი 46-იანები, 43-იანები. ისინი შევადარეთ. ოლტმორები დამილევია და ბუნები შევადარეთ რაღაცა სხვადასხვა დამოუკიდებელი ბოთლერის ამისი მათ შორის ძალიან კარგი იყო. ნუ აი რა ყველაზე სანდობა, აი სანდობა მეტი რა არის. რომ რაოდენობაში ყველაზე მეტი მოგეწონა ესე იგი მოხდა ენდობი რა. დიდი პროცენტია რომ მისი ბოთლი, მისი სიგნატორი vintage თუ აწერია 98% ჩემთვის ის კარგი ვისკი იქნება. 2%-ია შანსი რა. თქვა რომ ოკეი რაღაცა ნახ. თვითონ დისტილერიაზე Linkwood-ის დისტილერიაზე ერთი ორი სიტყვა ვთქვა, თვითონ ანუ არ უშვებს თვითონ დისტილერია ხშირად სამწათებას დავიწყებდით მე თქვი უთავმოყვარეო დისტილერია მე თქვი რომ ბევრ სპირტს აწარმოებს და მაგრა ეზარება კასრებში დაძველება ძალიან ცოტას აკეთებს რაღაცას იპოვით თავისივე სახელით რო აკეთებს და აძველებს რა არ დაგაცადებოდი შენ ხო არა ძირითადად ყიდის ბლენდებზე და ბოთლებზე და Linkwood-ი არის
ყველანი რომ მივხვდეთ რა ვისკი არის და ყველას დალეული გვაქვს Green Label-ის კომპონენტი არის ერთ-ერთი. ხო, ბლენდებში ყველაზე მეტს ყიდის Johnny Walker-ისთვის. არა მხოლოდ Green-ისთვის, არამედ სხვა ბლენდებშიც ყავდათ ხობა Johnny Walker-ის წარმოებები. Green-ს აწერია ესეთი. Green-ს პირდაპირ 4 აწერია. Linkwood-ი, Coolilla მე მგონი და Singleton. ხო, რაღაც არა. მაგრამ დაუბრუნოთ ახლა Linkwood-ს Speyside-ის რეგიონია. ხო და ეგ არის ახლა Linkwood-ის ისტორიას მომოყვებით. არა Linkwood-ს რა იყო ხო გაზარდა 1800 რაღაცა შუაში გახსნილი არის და მე 1970-იანებში მეორე დისტილერეს დაამატეს იქვე Elgin-თან არის ახლოს თუ მაინც გაინტერესებს, მაგრამ ამის მოყოლისთვის დროის დაკარგვას აზრი არ აქვს არანაირი. ჩაწერთ გულში და ყველაფერს წაიკითხავთ მithumetes არაფერი საინტერესო როგორც Linkwood-ი ცალკე, იმიტომ რომ ძირითადად Linkwood-ისგან სხვები აკეთებენ კაი ვისკებს რა. ამონახოთ. აი რა კარგია. აი გემრიელი ბურბონის კასრია რა კლასიკური აი თუ მინდა ძალიან მაგარი აუხსნათ რა არის ბურბონის კასრი და ტანინები ეტყობა და სპირტი თითქმის 60 გრადუსის საერთოდ არ ეტყმევინება რა არა საერთოდ არ ეტყობა აქვს ძალიან კარგი სიმჟავე იმ ვანილთან ერთად ეხლა ვცდილობ გამოვიცნო რის სიმჟავე ციტრუსების ალბათ ციტრუსები არის კი არის ციტრუსები ძალიან კაია კი კაცო ლიმონიც არის და ისინიც რა ყველანაირი ციტრუსია თუ რაღაც მიქსს გააკეთებთ ტკბილი ფორთოხლის გატკბილი არ არის მაინდა-მაინც ტკბილისუნი, ციტრუსის ტკბილისუნი არა აქვს. ეხლა ცოტა დიდხანს უსუნე და ცოტა რაღაცა ეხლა ეს ციტრუსები წაყო კრემისკენ. ხო, მაგრამ ის კრემის ვანილა ბურბონის კასრის დამსახურებით რაც არის, კი მოდის, მაგრამ სიმჟავე მაინც მოყვება, რაც მე მსიამოვნებს. აი ეს საკმაოდ კარგი სიმჟავე მომწონს ძალიან, რა ვიცი. ძალიან გემრიელი. ყვახილხილის და რაღაცეების, უფრო ციტრუსების. აუ, არა, ძალიან სხვანაირია. ნახე, აი ტკბილი ვისკებისგან თავმომეზრებული და თავმოწყენილი შერი ბომბებს რომ დალევერთიოს და აღარ შემიძლია აი ქამოქრო ვიტყვი. მე მომსვლიერით, რა ვიცი ხო. 2-3 პორციის მერე ეგრე ვარ ხოლმე. ოღონ კარგ მართლა კარგას და ძიმეს რო დალევ. აი მე არის ცხონება ეგეთი ვისკი აი შერი რომ მოგზრდება და ტორფის რო არ გინდა? ხო, ტორფიც რო არ გინდა, ტორფი ხო ძალიან ამძიმებს მაგ დროს. აი ეს არის მისწრება რა. არა, ბევრი ადამიანი ვიცი, ვინცი საყვარელი ვისკიც არის ბურბონის კასრში დაძველებული ვისკი. შენი ეს არის იდეალური რაღაც. აი რაღაცნაირი შემოდგომის, ადრეული შემოდგომის მჟავე ხილების და ციტრუსების ის არის რა. ჯერ კიდევ დაუმწიფებელი. ფოთლები, რაღაც ფოთლების ტყისუნიც აქვს ცოტათი თითქოს. კი, სველი ხო, მინდორი რაღაცა, აი ბუნების სუნია, ბიჭო, ძალიან კაი სუნია, ხო, არა კაია, მომეწონა. კაი, გავსინჯდება. აბა. ძალიან დახვეწილია. ვახ, რა სხეულიანია. ის ალკოჰოლი ვაფშე არ ეტყობა, ვაფშე რა საერთოდ არ ეტყობა. ვერ გადავეჩვია. ბიჭო, მაგრამ აფეთქებს მაგრად. მაგრა აფეთქებს. არა, მე ამიფეთქა კი. ანა? არა. ალკოჰოლი ცუდად არ ეტყობა, ბალანსი ამორნილი არა, მაგრამ მაღალი ალკოჰოლის გამო გრძნობ როგორ ჩადის. ყოველდღიურად ჩადის. კი, სადაც აქამდე ჩავიდა მესვირზე. მიდის ნელ-ნელა, აი აქ ხო გაახურა, მე რა გაახურა, მაგრამ მიდის გრძნობ რა. მაგრამ კარგად არის, ცუდად. ოდო ცუდად კი არ კარგად მე პირიქით, ანუ ბალანსიდან ამოვარდნილი უგუმავ თქვი. ბალანსიდან ამოვარდნილი არ არის სპირტი და არ წვავს. ანუ პირი არ დამწვა იმისთვის, რომ გემოები გაეფუჭებინა პირიქით. ეს ჩასვლა გამათბობელი დატოვა და გემოზე ბეროს ფოტკბილია. გემოზე ვანილები და რაღაც. ხო და ჩემთვის პირიქით, ცხვირზე ის ციტრუსები რაღაცა კი იყო, მაგრამ მაინც ვანილი იყო, ძალიან ტკბილი ვანილი და გემოზე მეტკბილება. ეხლა ფინიშზე სუსტი სიტყვა მაგბილი. გემოზე აი გამოვლების დროს ხო ძალიან დახვეწილი და გემრიელი იყო. დაახლოებით იგივე იყო რაც ცხვირზე რა, შეიძლება ოდნავს სიმჟავისკენ წავიდა, მაგრამ რო გადავყლაპე ოდნავს აი ენის აკეთიკით ცოტა სიმწარე დამიტოვა ცოტა ხნით მერე გაქრა. ეგ ერთი მინუსი ვნახე. მაგრამ დანარჩენი აი ცხვირი და გამოვლების პროცესი ძალიან მაგარი არის რა. ყოველში თან ეხლა ბენ დროს არ დავკარგოთ მომაზე თქვენ თუ გადაწყვეტ შეგიძლიათ შეამოწმოთ ეგ ამბავი. წყლის დამატება ამაზე რაღაც აზრს იძენს, იმიტომ რომ საკმაოდ სხეულიანი და მაგალგრადუსიანია და არ ამგონია რომ წყალმა გააწყაროს. შეიძლება უფრო მეტი საინტერესო რაღაცა წამოიღოს, უფრო ვიდრე ამ ეტაპზე გრძნობთ. მე არა, მე სიმწარე არ დამიტოვა საერთოდ. მეორე კლუბი იმიტომ მოსვლა და მეორე კლუბზე აღარ არის. ფინიშზე თბილი დამიტოვა რა, რა ვიცი, ძალიან მეტკბილად ფინიშზე, რა ვიცი, ჩემთვის საკმაოდ კბილი იყო და ეს რაღაც სიმძლავრეც მე სიამოვნებდა. აბა კიდე ერთი. აი მან მეორე კლუბი მოსვა და მეც ხომ მინდა. მე მესამეს მოსვა. მე დამეწევი.
რეალ ყოველ მოსმაზე სხვადასხვა არომატები. ეხლა თითქოს ეს სიმწარე გამოვლების დროს გაჩნდა სულ ბევრად უკეთესია მეორე მოსმაზე ჩემ. მეორე მეც უფრო მომეწონა. კიდევ უფრო ტკბილია და. ანუ პირველ ტანინები უფრო მეტად მიგზდენ მეორეზე. ტანინებს არ დაუკვირდებოდი. აი ნახე, პირველზე ხო ის ცხვირს რაც იყო დაახლოებით იგივე გაიმეორა და ცოტა სიმწარე მომცა. გადაყლაპის მერე. მეორეზე ის სიმწარე საერთოდ გამქრალი იყო და გამტკბარი იყო და ეხლა მესამე კლუბზე პირიქით გამოვლების დროს ოდნავ მემწარა, შეიძლება სპირტის ამბავია. და რო გადავყლაპე, მე პირიქით აი ჩაიტანა გემრიელად რაღაცა ტკბილად რა, რაღაცა მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი რაღაცა არის. მრავალფეროვანია. ცოტა ის გამახსენდა. ის რაც სუნზე ტყე და ფოთლები ვახსენე. ის ხო იმ Tails რო გლემორანჯის ხაზი როა Forest რო ქონა უცნაური ისა სუოდნავ გაკრავს ეგ განწყობა გაკრავს სუოდნავ კი მაგრამ კარგი იყო იმას კარგად გაკრავდა მაგრამ ამას სუოდნავ გაკრავს რა ძალიან ორიგინალური ვისკია რა მოკლედ ჩემი აზრით ემოციას იწვევს იმიტომ რომ ხარისხიანი ვისკია დახვეწილია თავის თავს და ფასს ამართლებს და ნუ წყალსაც თუ დაასხამ კიდევ უფრო მეტ თავგადასავალს გპირდება დარწმუნებული ვარ ეხლა დროს აღარ ხარჯავთ მაგისთვის და ნუ რავი არ დაეწუნება არაფერი რა. კარგი, საინტერესო ვისკია, ძალიან ხასიათიანია და ძალიან სხვანაირი. ნუ ესეთი ყოველ მეორე ეტაპზე არ ხდება ეს. common რაღაცა ისეთი ძალიან ტრივიალური ჩვეულებრივი გემოები არა აქვს. სხვანაირია და კარგია. მე მომეწონა. როგორც გითხარით, აქ შეგიძლიათ ვისკის ბარში გასინჯოთ, კლუბის ვისკის ბარში და ნუ distilleries whisky and more მაღაზიაშიც იყიდება თუ მოგეწონებათ, მე შეგიძლიათ იქაც იყიდოთ. გამოიწერეთ არხი, გაწევრიანეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.